აცედვალური მოძრაობის მერობის კანდიდატი კი მეტროს სადგურ უნივერსიტეტის შეჩერებულ მშენებლობას აპროტესტებს. მიკამელი დღეს ადგილზე იმყოფებოდა და სამუშაოების გაგრძელების აუცილებლობაზე ელაპარაკა. სამწუხაროა, რომ უკანასკნელი წელიწად ნახევარია, რაც ურთიერთდაპირისპირებასა პოლიტიკურ გაუთავებელ კინკლაობას, ეს წელიწად ნახევარი რეალურად არის გადაყრილი წყალში, ისეთივე წყალში, როგორც ჩვენ ახლა ვდგევართ, რო არა ეს დაპირისპირება გაცილებით მეტი იქნებოდა გაკეთებული, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი არის მთლიანად ამ უბნისათვის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კვარტლისთვის, სტუდენტებისთვის, მაღლევი კორპუსისთვის და ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიდრე ჩვენ ახლა აქ ვსაუბრობთ, მე მითხრეს, რომ მინისტრმა ინფრასტრუქტურის განაცხადა თითქოს პროექტი უკვე შეაქვთ მერიაში დასამტკიცებლად, რაც მიუნიშნებს იმას, რომ სატელეფონო მოსვენების გარეშე დღეს ჩვენ არ ვცხოვრობთ, მაგრამ დღეს დავწუნდი რა სიკეთე მოაქვს ამ სატელეფონო საუბრების მოსმენას. სამუშაოები შეჩერებულია მშენებლობის სამუშაოები. რაც შეეხება წყლის ამოტუმბას, რომელიც გუნდის წყლები არის, ამის ამოტუმბას ვაწარმოებთ და ვაწარმოებთ არხების გაწმენდას, რომ წყალი არ დადგეს გვირაბებში და მოხდეს გვირაბის დაждომა კიდევ. რამდენიმე წელია უკვე დონორი ორგანიზაციის მიერ თანხები გამოყოფილია, მოძიებულია თანხები, რომ სამუშაოები დაწყებულიყო, გადაწყვეტილებას რომ დაიწყოს სამუშაოები ჩვენ მივესალმებით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ვაჟა-ფშაველას კვარტლების, ასევე ნუცუბის ფერდობის მაცხოვრებლებისთვის ამ ობიექტის დასრულება და წლების განმავლობაში მოსახლეობა ელის.